2020 წლიდან მე-6 და მე-10 კლასელები ეროვნული შეფასების გამოცდას ჩააბარებენ. ეს განათლების რეფორმის ნაწილია. ფორმაზე განათლების სამინისტროში ჯერ კიდევ მუშაობენ, თუმცა იციან, რომ საპილოტო გამოცდის ჩააბარება წელსვე მოუწევთ მე-10 კლასელებს. მონაცემებს განათლების სამინისტრო საომავლო კომუნიკაციისთვის გამოიყენებს, მოზარდებს კი ინტერესთა განსაზღვრაში დაეხმარება. 52 საჯარო სკოლის მე-10 კლასის 35 მოსწავლემ დღეს შეიტყო, რომ წლის ბოლოს ეროვნული შეფასების გავლა მოუწევს. მართალია მე-11 კლასის გამოცდებს აღარ ჩააბარებენ, თუმცა სკოლის საბაზოდან საშუალო საფეხურზე გადასასვლელად საკუთარი ცოდნის დამტკიცება მაინც მოუწევთ. თამარა ბესაძე ჩააბარებას საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე გეგმავს. მოულოდნელ გამოცდებს დაძლევად გამოწვევად მიიჩნევს. მე-10 კლასელები ამბობენ, რომ ეროვნული შეფასების სისტემა ბევრ შესაძლოა არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს. ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში თუ კარიერა პროფესიული კოლეჯის მიმართულებით დაგეგმოს. პირადად ჩემთვის და ვფიქრობ არ ჩემი თანატოლებისთვის ის პრობლემას არ წარმოადგენს ამ გამოცდების ჩაბარება. დახმარებით ვფიქრობ იმაში დაეხმარება, რომ უფრო ჩამოყალიბებულები იქნებიან შესაბამისად შემდეგი პროფესიისთვის და ექნება ჩანსი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ცოტა მოულოდნელი რა თქმა უნდა იყო, თან ზოგი ბავშვისთვის შეიძლება უფრო და ზოგი ბავშვისთვის შეიძლება უფრო ნაკლებად, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, რომ მაინც შევძლებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოცდებსაც და მთლიანობაში რაღაც შედეგი წესით უნდა გამოიღოს. 52 სკოლაში შიდა გამოკითხვით დამამთავრებელი კლასების 115 მოსწავლიდან პროფესიული კოლეჯით მხოლოდ 5 ინტერესდება. ეროვნული შეფასების სისტემა მოზარდებს ინტერესების განსაზღვრაში უნდა დაეხმაროს. სკოლის დირექტორის რეკომენდაციაა, რომ შეფასების პროცესს ჰქონდეს წამახალისებელი ხასიათი. სწორად არის შერჩეული ასაკობრივი ჯგუფი მე-6 კლასი და მე-10 კლასი. მე-6 კლასი ეს არის დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელი კლასი, სადაც უნდა დავადგინოთ სკოლამ და ბავშვმაც თუ რა საჭიროებები აქვს მას, ხოლო რაც შეეხება მე-10 კლასს, უკვე აქ ბავშვმა უნდა დაინახოს თავისი შესაძლებლობები. თუ რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს მან სწავლა, ეს იქნება პროფესიული თუ უმაღლესი სასწავლებელი. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ რეფორმის თანახმად პრიორიტეტი მოზარდების ცოდნის შეფასება იქნება და არა მხოლოდ დამამთავრებელ წელს, არამედ ადრეულ ასაკშიც. ახალი გამოცდა თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს, მოსწავლეებს შეაფასებს კრიტიკულ აზროვნებასა და წიგნიერებაშიც, მოსთხოვს პროექტებში მონაწილეობას და ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად სააზროვნო უნარებს. ჩვენ მუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ერთის მხრივ დაწყებით საფეხურზე, ანუ მე-6 კლასისთვის და მეორეს მხრივ საბაზო საფეხურზე, რომელიც არის იცვლება ახლა და მე-9 კლასიდან გახდება 10 კლასი, ასე ვთქვათ, ვამატებთ ერთ წელს სავალდებულო განათლებას და მე-10 კლასში მოსწავლემ თავისი ძლიერი მხარეები შეაფასოს უკვე ეროვნული შეფასების დონეზე და გადაწყვეტილება მიიღოს ადრეულ ასაკში. ექსპერტი თამარ მოსიაშვილი თვლის, რომ განათლების სისტემა არა კონტროლზე, არამედ მხარდაჭერაზე უნდა ორიენტირდეს. თუმცა შედეგისთვის ეროვნული შეფასების პარალელურად განათლების სისტემას სკოლაში კვალიფიციური მასწავლებლების დასაქმება სჭირდება. ეროვნული შეფასების შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო შეძლებს სხვადასხვა პროგრამების ინიცირებას, რომ გამოასწოროს ვითარება. ანუ ეროვნული შეფასება არ არის დასჯის ინსტრუმენტი. ეროვნული შეფასება უნდა იყოს განვითარების ინსტრუმენტი. სამინისტრო ეროვნული შეფასების რეფორმის დაწყებას საპილოტო ფორმით აანონსებს. წელს მე-10 კლასის მოსწავლეებმა შესაძლოა გამოცდა რამდენიმე საგანში ჩააბარონ. თუ რომელ საგანში ამაზე სამინისტრო ჯერ კიდევ მუშაობს. შედეგებს უწყება დიაგნოსტიკისთვის გამოიყენებს, ხოლო შეფასების სისტემას პრაქტიკაში 2020 წლიდან დანერგავს. სწორედ 2020 წელს ჩაუტარდებათ გამოცდა საბაზო საფეხურზე მე-6 კლასელებსაც.